მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება სასიყვარულო სამკუთხედი. დიდი ხანია ეს გაშლა არ გამიკეთებია მე, ამიტომ მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა. გაშლაში გვექნება ერთი ვარიანტი, ამიტომ ძალიან ყურადღებით უსმენთ სიგნიფიკაციას და შემდეგ უკვე გადაწყვეტავთ უყურებთ თუ არა გაშლას ბოლომდე. ნუ თქვენი სრულზე არის, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე მოუყუროთ გაშლას. განწყოთ ახლა გაშლისთვის, შეგიძლიათ წარმოთქვათ იმ ადამიანის სახელი, ვიზეც ვაკეთებთ გაშლას, შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი ფოტოსურათი და შესაბამისი განწყობის შემდეგ უკვე განაგრძეთ გაშლის ყურება. მაშასე დავიწყოთ, ნახოთ პირველ რიგში სიგნიფიკაცია, რა მდგომარეობა არის. ნუ სასიყვარულო სამკუთხედზე არის თავისთავად, ახლა აქ ბევრი საუბარი იმას არ უნდა, რომ ვიცით, ეჭვი გვაქვს, ანუ ვიცით და რომ მესამე პირი არის თქვენ შორის. უბრალოდ ნახულობთ ახლა ზოგადად თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკატორს რა არის და შემდეგ გავაკეთებთ. მდგომარეობა, ნუ ახლა უკვე როგორიც მდგომარეობა არის ისეთ თქვენთან. აქამდე თუ ცდილობდით რომ რაღაცა ზომიერება დაგეცოთ. თუ ცდილობდით რომ ყოფილიყავით 7 წონასწორობა შეგენარჩუნებინათ, ხომ ზოგადად როგორც ჩანს ესეთი ადამიანი ხართ, რომ ზედმეტი ისტერიკების გარეშე ვართ და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ეხლა მდგომარეობა ისეთია, რომ თქვენ შინაგანად უკვე სიმშვიდეს ვეღარ ინარჩუნებთ. სადღაც შეიძლება ითქვას რაღაცა პანიკასავით შემოიპარათ, უკვე შემოგეპარათ, გაქვთ შიში, აღარ იცით აი თავიდითი გადაირჩინოთ, ხან ლოცულობთ, ხან რა, ანუ ეძებთ სიმშვიდეს, ეძებთ ჰარმონიას, მაგრამ ეს უკვე არის. ანუ ძალიან მოკლედ რო ავწერო ეხლა თქვენი მდგომარეობა, რაც აქ არის, წონასწორობა დაკარგულია, ჰარმონია დაკარგული არის და ნელ-ნელა იმატებს აი ეს დუღილი, რომელიც არის თქვენში. თითქოს უკვე ვეღარ ითმენთ და თქვენ თვითონ ვეგრძნობთ, რომ აუცილებლად გჭირდებათ ვიღაცისთვის გულის გადაშლა, ამაზე ვერ საუბრობთ, ყველაფერი გარეთ ვერ გამოგაქვთ, ვერ ამბობთ და უკვე ვეღარ იტევთ აი იმ ყველაფერს, რაც თქვენთან ხდება. შეიძლება, ბევრი მალავს ხოლმე, ხო? ბევრი მალავს, ბევრი ნიღბავს იმ სიტუაციას, რომ სიტუაციაშიც არის ხოლმე არავის არ უნდა ის სიბინძურე, ის რაღაცა პრობლემები, რომელიც მის ოჯახში არის, მის ურთიერთობაში არის, გარეთ გამოიტანოს ხოლმე, ხო, ყოველს იმედი აქვს, რომ აი რაღაცა გამოსწორდება, რაღაცა შეიცვლება. მაგრამ ეხლა უკვე დადგა მომენტი, რომ თითქოს გრძნობთ, რომ მორჩა თქვენ მარტო ამ ყველაფერს ვეღარ გაუმკლავდებით და ჭირდებათ დახმარება. უკვე ფაქტიურად კივილამდე ხართ მისული და აი ეს პრობლემები, რომელიც თქვენთან არის, გახდა უკვე ხილული. ადრე თუ მარტო თქვენ ხედავდით ამ პრობლემას, ხო, ჯერ ეჭვი ქონდათ, ხო, რაღაცა განერვიულებდათ და ასე შემდეგ, ეხლა უკვე თითქოს სხვებიც ატყობენ, ხო, სხვებმაც დაინახეს, რომ რაღაცა თქვენ ურთიერთობაში ისე კარგად არ არის და ვიღაცები შეიძლება ნიშნის მოგებითაც, ხო, რომ აი ხო მტრებს რა დალევს და აი ხო გეუბნებოდიან, აი არც ისე კარგად არიან და თუნდაც უხაროდეთ თქვენი ცუდად ყოფნა. ეს უკვე ფაქტია, რომ გარეთ გამოვიდა ამ ყველაფერს უკვე რეზონირება აქვს, უკვე სხვებიც ხდებიან, გარშემო მყოფებიც გადასარევად ხდებიან, რომ რაღაცა ისე არ არის და ისეთი შეგრძნება გაქვთ თქვენ თავად, რომ აი რაღაცა გაიხსნა რაღაცა პორტალი, რომელშიც მოხვდით ორივე და აი სინათლის სიჩქარით მიექანებით აქ, ხო? ოღონდ ეს პორტალი აი უბსკროლისკენ მიექანებს თქვენს ურთიერთობას და თქვენ ორივეს და იმ ყველაფერს, რაც აქამდე შექმნით თქვენ. ხო, ამ ურთიერთობას, ამას ყველაფერს თითქოს ძალიან შლის. მართლაც კრიტიკული მდგომარეობა არის აქ, ხო, აი სიგნიფიკაცია ეხა იმდენად უკვე როგორ ხართ იცით, რომ ხვდებით, რომ всё მორჩა, მე ჩემით ამ ყველაფერს ვეღარ გავუმკლავდები, რომ მე აქ დახმარება მჭირდება, რომ ვიღაცას უნდა მივმართო, რომ ვიღაცას უნდა მოუყვე, რომ უნდა არ ვიცი, შეიძლება მეგობარი იყოს, შეიძლება ნათესავი ოჯახის წევრი, შეიძლება ტაროლოგი იყოს ეს, ხო? ფაქტია, რომ
უკვე მიხვდით თქვენ, რომ კრიტიკულ ზღვარს გადაცდა ეს ყველაფერი და გჭირდებათ ვიღაცის დახმარება, რომ მარტო უკვე თქვენთვის ამ ყველაფრის გამკლავება შეუძლებელია. თუმცა ძალიან დიდხანს დუმდით, ძალიან დიდხანს ინარჩუნებდით სიმშვიდეს და ნიღბავდით ყველაფერს ისე, რომ თქვენს ურთიერთობაში ყველაფერი კარგად არის, რომ არაფერი ისეთი არ ხდება, თუნდაც რაღაცა პატარა წაგიმკლავება, ეხლა ეს ყველა ურთიერთობაში ხდება, ან ყველა ოჯახში ხდება, ну, თუმცა არც არაფერი, ხო? მაგრამ ეხლა უკვე ისეთი სიტუაცია არის, რომ ამ ყველაფერს თქვენ ვეღარანაირად ვეღარ ნიღბავთ. მოდით ნახოთ მასთან რა ხდება. ძალიან მაცდურ ენერგიებში არის ეს ადამიანი გადავარდნილი. ძალიან მაცდურ ენერგიებში არის, საკუთარ თავთანაც გაუცხოებული არის. საკუთარ თავთანაც გაუცხოებული არის. კი, რა თქმა უნდა, აგერ უკვე მესამე პიროვნებაც ამოგვივიდა, რა თქმა უნდა, არის მესამე პიროვნება. ეს პიროვნება შეგვიძლია თქვათ, რომ ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ საჯარო გაშლა არის, ეს ძალიან გთხოვთ და ეს არ არის პირადი კონსულტაცია, ვისაც ძალიან გულზე მოგხვდებათ, ახლა ეს გაშლა ძალიან ახლოს მოვა. ეს პირდაპირ სიგნალია და ნიშანია იმისა, რომ აუცილებლად სანახავია თქვენი მდგომარეობა კონკრეტულად თქვენზე მორგებულად და საჯარო გაშლით ძალიან გთხოვთ, ნუ გამოიტანთ დასკვნებს, ნუ გაიხედქავთ გულს და მით უმეტეს ნუ გადადგავთ რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯებს, ხო, რამაც შეიძლება თქვენი ცხოვრება კარდინალურად შეცვალოს. მანამდე აუცილებლად საჭირო არის კონკრეტულად თქვენზე მორგებული პირადი კონსულტაცია და არა ის, რომ რამდენიმე ათასიან აუდიტორიაზე, როდესაც არის გაშლა გათვლილი. ეხლა რა ხდება? ეს პიროვნება, რომელიც ამოვიდა, რატო ვახსენე ახლა ეს 1000-იანი აუდიტორია, ხო? ეს პიროვნება, რომელიც აქ ამოდის, სავარაუდოდ დიდი ალბათობით, ხო, იმე პროცენტებით შედარება მიყვარს ხოლმე. მოდის წარსულიდან აქ ურთიერთობა თითქოს იყო, ან იცოდით, რაღაცა ხდებოდით ადრე, იცოდით, ამჩნევდით ამ ადამიანთან, მერე თითქოს არაფერი, კოლეგა, ან არ ვიცი, რომ არ ვიცი, ყოფილი კლასელი, ну რაღაცა ესეთი მსგავსი, ხო? და თითქოს ყველაფერი წარსულში ყოფილიყო დატოვებული, მაგრამ არა. რასაც თქვენ ხედავდით, ეს იყო იმის ნახევარი, რაც რეალურად ხდებოდა. განსაკუთრებით აი ამ ქალბატონია, მამაკაცებიც მისმენენ ხოლმე მე, მაგრამ იციან, რომ სარკისებროდ უნდა მოусმინონ, ხო? და აი ამ თქვენი მეტოქის, ხო, მესამე პიროვნება, რომელიც არის თქვენს ურთიერთობაში, მას მთელი კი თითქოს ისე იქცეოდა და ისე იყო, რომ ვითომ არაფერი არ ხდებოდა, რომ ვითომ მას არანაირი ინტერესი აღარ ჰქონდა შერჩენილი და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ამ ადამიანს კლავდა ძალიან დიდი გრძნობა, ძალიან დიდი ბუღმა, ძალიან დიდი ემოციები და იყურებოდა სულ წარსულში, ყოველთვის ცდილობდა და არ გაუშვებდა შანსხელი და საიმისოდ, რომ, ხო, იბრძინა თქვენი მამაკაცის წინაშე, რომ რამენაირად ყურადღება მიეპყრო თქვენი მამაკაცისგან. არასოდეს ამ შანსს ეს ხელიდან არ გაუშვებდა და რეალურად მას გონებაში და გულში ეს თუ ჩადებული ქონდა. აი თითქოს რაღაცა ესეთ მნიშვნელოვან მომენტს, ხო, აი მისთვის საჭირო მომენტს ელოდებოდა. რაც შეეხება მამაკაცს, მამაკაცი აბსოლუტურად დაკარგულია, იმიტომ რომ ემოციურად, ენერგეტიკულად არის აბსოლუტურად, აი როგორ ვთქვათ, ათვისებული. შეიძლება ითქვას, რომ მის გავლენის ქვეშ მოქცეული, მის მარწუხების ქვეშ მოქცეული, მისი სიტყვის გავლენის ქვეშ მოქცეული, შეიძლება ერთად დადიან, ერთად სვავენ, მე რა თქმა უნდა აქ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება იყოს თქვათ რაღაცა გაკეთებული, ხო, ეგრეთ წოდებულ ჯადოს რასაც ეძახიან, რომ გაკეთებულიც იყოს. უბრალოდ ახლა ნახეთ აქ კიდევ რა არის. ეს ადამიანი, რომელიც თქვენი მეტოქი არის, ხო, ძალიან ცივი გონებით მოქმედებს. იმდენად ვერაგია, იმდენად ვერაგია და სათავისოდ ძალიან ჭკვიანია, ხვდებით? სათავისოდ ძალიან ჭკვიანია, იმიტომ რომ ძალიან დაფიქრებულად მოქმედებს, არ ჩქარობს, გათვლილი აქვს აბსოლუტურად ყოველი ნაბიჯი ამ ადამიანს. აი, ყოველი ნაბიჯი, ხო? 1000 რაღაცას უსმენს, 1000 რაღაცას უყურებს, გაკვირდებათ, თქვენიც თავიდან ბოლომდე შესწავლილი ხართ, პარტნიორის თავიდან ბოლომდე შესწავლილი ყავს და სწორედ ამით დაიწყო მანიპულირება. მან მოძებნა სუსტი ადგილები, ხო, მან მოძებნა სუსტი წერტილები,
როგორ შეიძლებოდა რომ აი ეს ურთიერთობა დაინგრია და დაიწყო მოქმედება. თითქოს შეატყო რომ აი აქ უკვე შეიძლება ვიმოქმედო, შეიძლება რომ აქ უკვე მე თვითონ ვიაქტიურო, მამაკაცი ჩემს ხელში ჩავიგდო და გამოუვიდა კიდევაც ეს. თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ ეს გამოვიდა ძალიან ისე სუფთად, ხო? ნუ სუფთად ხოსი ადამიანის ხოსი პარტნიორი ჩაგდება არც ერთ შემთხვევაში არ გამოდის, ხო? ვერ დავარქმევთ მაგას ჩვენც ისუფთავეს, მაგრამ მე ვიტყოდი რომ აქ შეიძლება არის რაიმე გარკვეული სახის ზემოქმედებაც, ხო? რასაც იყენებს. ნახოთ, აგერ ხართ თქვენ, აგერ არის ის აგერ არის თქვენი პარტნიორი, რომელიც აბსოლუტურად მოქცეული არის ქალის ზემოქმედების ქვეშ და თქვენ ის ქალბატონს ეხლა ვნახოთ. ვისაუბროთ ეხლა ჩვენ აი ამ თქვენს მეტოქეზე, ქალბატონზე, ეზე ვისაუბროთ ჩვენ. სრული ნდობა. აი, იცით როგორ არის მინდობილი სისულელემდე მისული ნდობა, როდესაც არის, ხო? ეს ადამიანი იმდენად მალავს, იმდენად მიღბავს თავის თავს, იმ თავის ვერაგულ გათვლებს, ხომ? ჭკვიანურ, გველივით ჭკვიანია, მოკლედ, რომ მამაკაც თითქოს სრული ნდობა აქვს და თავსაც იცით როგორ აჩვენებს ამ მამაკაც, რომ აი შენ ყველაზე კარგი ხარ, შენ ყველაზე საუკეთესო ხარ, შენ აი ესეთი, ისეთი, შენ იმსახურებ საუკეთესოს, იქ ყოფნას არ იმსახურებ, იმათთან ყოფნას შენ უფრო გაცილებით მეც იმსახურებ, ვიდრე გაქვს და ნუ მსგავსი რაღაცები, ხო? და თავის თავსაც გადასარევად მიყვას. ნუ კაციც რა თქმა უნდა აბსოლუტურად გაბრუებულია. აბსოლუტურად გაბრუებულია და გაშტერებულია. არ ვიცი მე ხა რა ზღებულობს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რაც ხდება მამაკაცის თავს, ხო? აი ეს რაღაცა ზედმეტად აჟიტირებული რო არის და ზედმეტად მაპატიე თავს ეთქვისთვის, მაგრამ გამოშტერებული, ეს ყველაფერი აი ამ ქალბატონის ნამუშევარია, მისი ხელებით ნამუშევარი არის აი ეს ყველაფერი და გადასარევად გამოსდის ამ ქალსაც თამაში და გადასარევად უბნევს თავს მამაკაც. აი როგორია თითქოს აი ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებული და ნუ მსგავსი რაღაცეები. ემოციები, ვნება, ძალიან ძლიერი ვნება გაუჩინა კაც ქალბატონმა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წარსულთან დაემშვიდობოს, რომ მამაკაცი წარსულს გამოგლიჯოს, ან თქვენ გამოგლიჯოთ და თვითონ ეს ქალი თვითონ წარსულიდან მოდის და აი ცდილობს, რომ აღედგინოს წარსული თავისთვის გააცოცხლოს. მამაკაცი ემშვება. სრული იგნორი აქვს ამ ადამიანს, სრული იგნორი აქვს, როგორც არ უნდა ელაპარაკოს. ეხლა აი აქ ერთი რჩევის მოცემა შემიძლია საჯარო გაშლის ფარგლებში, ან შემიძლია ვთქვა, ამ ადამიანთან სერიოზული ლაპარაკის აზრი, აი ფაქტიურად არ არის. დააჭრეთ ელაპარაკოთ, ვინც არ უნდა იყოს ეს მეგობარი იქნება, კედელს აღარ ეცერცი, აი აბსოლუტურად ვერაფერს ვერ შეგნებს და ვერ გაიგებს. თავისას მიერკება, თავისას ფიქრობს და საერთოდ არ მისთვის ყველაზე ახლობელმა ადამიანმა, ოჯახის წევრებმა, შეიძლება და-ძმამ, მეგობრებმა არ აქვს მნიშვნელობა, მისთვის ყველაზე ესეთი ავტორიტეტი ადამიანიც რომ იყოს და მას დაელაპარაკოს, აბსოლუტურად გაგნებაში გონში ვერ ვარდება, რას ელაპარაკებენ. სრულიად უარყოფს ყველაფერს და აბსოლუტურად ყველაფერზე უკან იხევს და არანაირ რჩევას არ მიიღებს. არჯერ არ დაიჯერებს, როგორც არ უნდა ელაპარაკოთ, რომ აი ეს არის, ის არის, არაფერი. მან დაკარგა საკუთარი სახე. აქ თუ გაკეთებულია, ძალიან საინტერესო არის აქ დიაგნოსტიკის ნახვა, აქ თუ გაკეთებულია ძალიან სერიოზული ნამუშევარი იქნება. იმიტომ რომ თქვენ ეხლა გაშლას აკეთებთ, თუ ასე არ არის, ეს გაშლა საერთოდ არ ყოფილა თქვენი. თქვენ ეხლა გაშლას აკეთებთ ადამიანზე, რომელიც იმდენად არის შეცვლილი, იმდენად, აი, როგორც ცადა დედამიწა, როგორც თეთრი და შავი, რომ თქვენ თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ წლები ამ ამას ვიცნობ, ეხლა მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მე არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი. აი, თამამად შეგიძლიათ ამისი თქმა. აი, თუ ესეთი მდგომარეობა, ეს გაშლა 100% თქვენია და ასეთ შემთხვევაში აქ ძალიან სერიოზული
ენერგეტიკული პრობლემა იქნება. სერიოზული ენერგეტიკული დამღები იქნება, იმიტომ რომ აქ პიროვნების წართმევა არის, ანუ მან საკუთარი თავი დააკარგა, ამიტომ მასთან საუბარი რომ აი რომ დაველაპარაკო, აი ვიღაცა რომ დაელაპარაკოს და აუხსნას, გაიგებს, არაფერ გაიგებს, ის ყველაფერს უარყოფს და არანაირ რჩევას ის არ მიიღებს. შეიძლება მოგისმინოთ, მაგრამ ერთყოლში შეუშვას და მეორედან გაატაროს. აი, სულ ეს არის და ეს. და ახლა თქვენზე. რამხელა აი იცით რა არის? აი თითქოს შეიძლება თქვათ ახლა რომ თქვენზე როდესაც ვამბობთ ხო, აქ ამოგვივიდა პრომეთე, აქ ამოგვივიდა ძალიან დიდი სიმძიმე ტრანსფორმაციის აღზევების ხო, ანუ რაც გვეუბნება ამით და რომ ამით გვეუბნება რომ კი ძალიან დიდი ტვერთი დაგაწვათ ზურგზე. ძალიან დიდი ტვერთი დაგაწვათ ზურგზე, იმიტომ რომ აი თითქოს თქვენ გევალებათ თუ ან გეხებათ ეს პირდაპირ ხო, ირიბად კი არა პირდაპირ გეხებათ ეს სიტუაცია თქვენ და თითქოს აი ამ მდგომარეობის გამოსწორების, ამ სიტუაციიდან სწორი გეზის აღების ვალდებულება სწორედ თქვენ გაქვთ დაგესრებული ხო, აი ეს ტვირთი არის, აი ამ ნაგავში, ბუდიშით ამ სიტყვისთვის, აი ამ ჭაობიდან ამოსulis ტვირთით თითქოს სწორედ თქვენზე არის, ძალიან დიდი ტვირთი არის თქვენზე. აი არ ვიცი, მართლა გამოქვაბული უნდა გაატარო, გაანათოთ პრომეთესავით აქ. მე არ ვიცი სად იმ ძალას, რომ იყოთ ისე და შეინარჩუნოთ აი ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა, აი ეს იერსახე, რაც ახლა შენარჩუნებული გაქვთ, სად პოულობთ ამ ძალას. აი იცით როგორ ხართ თითქოს ესე იგი თქვენ თავი ხომ უნდა გადაარჩინოთ, ეს პარტნიორი ხომ უნდა გადაარჩინოთ და თითქოს აი ეს ავისული ხო, აი ეს ავისული, ესეც თქვენი გასაჩერებელია, ხო? იმიტომ რომ როდესაც მას გააჩერებთ, ის მეციბოროტეს აღარ გააკეთებს. თითქოს აი ეს ტვირთიც კი თქვენზე არის აკიდებული. ნუ არ ვიცი. აქ ძალიან ასეთი სერიოზული ამბავი არის. მე მინდა მაინც ესე იგი შევხედოთ აქ ერთი ორი არკანით მაინც რა ვეკითხავ, რა ვიცი, რა რჩევა შეიძლება მოგცეთ. ნუ ხართ ჩაკეტილი, თქვენ ისედაც გადასარევად ხდებით, ხო? პირველი, უნდა გაიგოთ რეალურად რა გებრძვით თქვენ, რა არის თქვენი მტერი. თქვენ უნდა დაინახოთ ეს სიმართლე თავიდან ბოლომდე, ხო? იგივე ეს შეიძლება იყოს დიაგნოსტიკა, იგივე შეიძლება ეს იყოს გაშლა, რომ ბოლომდე მიხვდეთ. თუ აქ რაღაცები გაკეთებულია, ჯადოები, არ მიყავს საზღვრად ეს სიტყვა, ხო? ზუსტად უნდა იცოდეთ რა, როდის, როგორ, რატომ ვინ არის, რატო გმტრობთ, როგორ მტრობთ, ანუ ყველაფერი ეს უნდა იცოდეთ, ხო? და ამის მიხედვით ეს ახლა მაგალითისთვის მოგიყვანეთ, ხო? კაროს გაშლას ვაკეთებთ. უნდა გაერკვეთ ბოლომდე, თქვენ უნდა ცნობდეთ სახეზე თქვენს მტერს. მე არ გულისხმობ იმას, რომ ვიღაცა X ქალბატონს თვალებში ჩახედოთ. მე არ გულისხმობ იმას, რომ პრობლემა თავიდან ბოლომდე უნდა დაინახოთ, უნდა დაინახოთ სრული სურათი. იმისთვის რომ დაინახოთ სრული სურათი, რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტია, რომ გააკეთოთ. აი ხა ვისთანაც ეს რეზონირდება, ხო? ხშირად აი რომ წერენ ხოლმე, ჩაწერაზე პირად კონსულტაციაზე მეკითხებიან, რომ აი რას მირჩევთ, რა ჯობია რომ გავაკეთო, გაშლა დიაგნოსტიკა. ეს ის ვარიანტია, ვისთანაც ეს რეზონირდება, თქვა და ადამიანმა რომ მომაკითხოს, აი ეს გაშლა ჩემთან სრულად რეზონირდა და რას მირჩევ, მე რა თქმა უნდა, აქ ვურჩევ ორივეზე დიაგნოსტიკას, თქვენზეც და პარტნიორზეც ენერგეტიკის დიაგნოსტიკას და გაშლას. იმიტომ რომ აქ სხვანაირად სრული სურათის დანახვა ფაქტიურად შეუძლებელია. ზოგადად ყველაზე სუფთა სურათს ეგ გვაჩვენებს, ხო, როდესაც თავიდან ბოლომდე პარტნიორებში ორივეს ენერგეტიკა არის შემოწმებული, როდესაც ორივეს ზე გაშლასაც უყურებთ, რას გვჩვენებს ტარო და ასე შემთხვევაში ხედავთ უკვე სრულ სურათს და ვიცით რისი გაკეთება არის შესაძლებელი. აი ესეთი გაშლა გამოვიდა ჩემო კარგებო. ძალიან ინფორმაციულია ვიღაცებისთვის, უბრალოდ ძალიან მანიშნებელია და დიდი ალბათობით ვიღაცებისთვის ეს ურთიერთობის გადარჩენისთვის საჭირო გაშლა იყო. მე აი ესე ვთვლი, ესე ვფიქრობ, აი ესეთი ინფორმაცია მოდის თუ ენერგია მოდის, რომ
ვიღაცის ურთიერთობის გადასარჩენი გაშლა იყოს სწორედ ეს. ძალიან საინტერესოა. მომწერეთ, არ მირეკავთ, ხო იცით, ზარებს არ პასუხობ. მომწერეთ WhatsApp-ში ან Viber-ზე 511131818 და ღამის მკითხველის Facebook გვერდის მესენჯერში შეგიძლიათ რომ მომწეროთ და ყველას გიპასუხებთ. აქ ერთმნიშვნელოვნად სანახავია კონკრეტულად თქვენზე და კონკრეტულად თქვენზე მორგებული წყილზე მორგებული კონსულტაცია გაშლა იქნება თუ ეს დიაგნოსტიკა არის საჭირო. შესაბამისი დასკვნები გამოიტანოთ. მე ულევ მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც ხართ ჩემ არხზე. ველოდები გამოხმაურებას, ვისაც მოეწონა ეს გაშლა, საინტერესო იყო. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ხართ ჩემს არხზე, ვინც უყურებთ ჩემს გაშლებს, აქტიურობისთვის, გამომწერებს, განსაკუთრებით დიდი მადლობა. ასევე მადლობა, ვინც შემოისირნებთ ხოლმე და უბრალოდ შეხედავთ ხოლმე ჩემს გვერდს ჩუმჩუმად ყოველგვარი მოწონების და გამოწერის გარეშე. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს მე გამოიწერთ კიდევაც. მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.